ბათუმი გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება 3 ივლისს პიაცას მოედანზე ლეგენდარული სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი გაიმართება. დაუვიწყარი სანახაობისთვის ბათუმში სამზადისი თითქმის დასრულებულია. თამთა მეგრელიძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. თამთა ვარსკვლავებს რაიმე კონკრეტული მოთხოვნები ხომ არ დაუყენებიათ კონცერტის ორგანიზატორებთან? ნინო, ვარსკვლავებს განსაკუთრებული მოთხოვნები რა თქმა უნდა ჰქონდათ. ეს არის დაკავშირებული ძირითადად სცენის ტექნიკურ ნაწილთან. ის აპარატურა, რომელსაც აღჭურვილი არის პიაცას მოედანზე სცენა, ვარსკვლავების გემოვნება სრულიად აკმაყოფილებს, თუმცა სპეციალურად ამ კონცერტისათვის სტიგმა და კრის ბოტმა მოითხოვეს სპეციალური მიკროფონები, რომელსაც ჩამოტანაც მოხდა გერმანიიდან, იმისთვის რომ მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. კიდევ ერთი განსაკუთრებული მოთხოვნა დაკავშირებული იყო უსაფრთხოების ომებით დაცვასთან, ამიტომაც დაცვის სპეციალური სამსახური მთელი დღის განმავლობაში მკაცრად გააკონტროლებს პიაცაზე შესვლას და გამოსვლას. კიდევ რა სიურპრიზები მზადდება მათთვის, ვისაც ბილეთები არ შეხვდა და როგორი არის მოლოდინი ბათუმში კონცერტამდე ზუსტად 48 საათით ადრე ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. სცენასა და წყლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური მოვლენა უნდა გაიმართოს პიაცას მოედანზე კონცერტამდე 2 დღით ადრე უკვე მზად არის. საკონცერტო სცენა ხმისა და განათების აპარატურის ახალგაზრდაა. ტექნიკური პერსონალი ახლა სცენის უკანა ნაწილში ვარსკვლავებისთვის კულისებს აწყობს. კრის ბოტის მუსიკალური პროექტის სპეციალური სტუმარი სტინგი იქნება. ვარსკვლავებმა ორგანიზატორებს განსაკუთრებული მოთხოვნა მხოლოდ სცენის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით დაუყენეს. განსაკუთრებული მოთხოვნა თავიდანვე იყო, თავის პირველი წამებიდან, როცა დაიგეგმა მისი კონცერტი და ეს ყველაფერი შესრულებულია, უმეტესობა უფრო ტექნიკური კუთხით იყო დასმული და ეს ტექნიკური კუთხე თავიდან ბოლომდე შესრულებულია ერთობლივად, ეს ბევრი კომპანიები მუშაობს ერთად და ეს ყველაფერი ზუსტად ის არის, რაც მას უნდა. ვარსკვლავების კიდევ ერთი მოთხოვნა უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვა, ამიტომაც პიაცას მოედანზე მობილიზებული დაცვის სამსახური მკაცრად გააკონტროლებს პიაცაზე შესვლას. ყველაფერი მზად არის, ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული დეტალი დიდი ხნით ადრე იყო შეთანხმებული, ამიტომ სამუშაო გრაფიკის მიხედვით ჩაიარა ყველა სამუშაო პრაქტიკულად, როგორც გითხარით, ვართ მზად. დარწმუნებული ვარ, რომ კონცერტი იქნება დაუვიწყარი, ამ ფორმატით შეიძლება ითქვას ევროპული პრემიერა ჩატარდება სამში ბათუმში. ტექნიკური აღჭურვილობა უმაღლეს დონეზეა. ეს იგივე ტექნიკა არის, რომელიც პლასიდო დომინგოს კონცერტს მოიმსახურა და შემდეგ ახალი წლის საღამოს შოუს. არც ერთ, რა თქმა უნდა, არც ერთ დიდ მაესტროს არ დაუწუნებია ეს ტექნიკა. უბრალოდ ყველას თავისი კიდევ წვრილმანი აქვს, რომელიც დასაზუსტებელია. თვალიდან აქ მაყურებლებისთვის განკუთვნილი სკამების განლაგება დაიწყება. უკვე გაყიდულია სტინგის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი. პიაცას მოედანზე სკამებს 2500-ზე მეტი სტუმრისთვის განალაგებენ. მათ კი ვისაც კონცერტის ბილეთი არ შეხვდა, პირდაპირ ტრანსლაციის ყურება დრამატულ თეატრთან სპეციალურად მოწყობილ უზარმაზარ მონიტორზე შეეძლებათ. თელით ალბათ დავალაგებთ სკამებს, შევკრავთ, დამნომრავთ. რომელთა ბილეთები სამწუხაროდ ბევრთათვის გაყიდულია, მაგრამ მათ აქვს შესაძლებლობა ამ კონცერტს თვალე ადევნონ დიდი ეკრანიდან, რომელიც არის 15-7-ზე თუ არსებობს. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმის სასტუმროების ძირითადი ნაწილი სტუმრების მოლოდინში დაჯავშნულია. განსაკუთრებული მოთხოვნა სასტუმროს ნომრებზე სწორედ ივლისის თვით ამ ნაწილზე მოდის. 2-3 ივლისისათვის ჩვენს სასტუმროში ერთი ნომერიც არ არის თავისუფალი, ფაქტურად ჯავშნები 1-2 კვირით ადრე მივიღეთ. არიან ძალიან ბევრი მსურველი, რომ ამ კონცერტს დაესწრონ. სასტუმროში დაჯავშნილია ოთახები 100%-ით სავსეა უკვე სასტუმრო. მოთხოვნა რა თქმა უნდა არის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ უკმაყოფილებთ ამ ადამიანებს მოთხოვნას, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია, როდესაც 2 თვით ადრე ჯავშნებია მიღებული, თქვათ მიიღო კიდევ ახალი ჯავშანი. კრის ბოტისა და ოლსტარ ბენდის მოსასმენად ბათუმში უამრავი სტუმარი უკვე ჩამოვიდა. შანსი, რომ სტინგს ცოცხლად მოусმინოთ, მხოლოდ კონცერტის ბილეთის ფლობელ 2500 ადამიანს შეხვდა. თუმცა მონიტორის საშუალებით ამ კონცერტის ნახვას 100,000-ობით ადამიანი ელოდება. იქნება ძალიან ლამაზი, ეს იქნება არაჩვეულებრივი საღამო, რომელიც ჩატარდება ჩვენ ქვეყანაში, კერძოდ ჩვენ ქალაქში. Мне очень интересно попасть на этот концерт. Я ძალიან მაინტერესებს ეს კონცერტი, ამიტომაც შევეცდები ბილეთები აუცილებლად ვიპოვო. ეს დიდი დღესასწაულია, ძალიან კარგი მუსიკოსია. მესაყვირე ჰყავს განუმეორებელი. ვიცი რომ ბილეთები აღარ არის, ამიტომაც აუცილებლად მოვძებნი ნაცნობ მეგობრებში, კიდევ გავიკითხავ. ან იქნებ შესასვლელთან გაყიდოს ვინმე. ვნახოთ.
კრის ბოტი და მისი ბენდი ბათუმში 2 ივლის გვიან ღამით სტინგი კი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოვა. კონცერტამდე სცენას ტექნიკურად სწორედ ვარსკვლავები გადაამოწმებენ. ასე რომ სულ ცოტა დრო დარჩა მუსიკალურ დღესასწაულებდე, რომელიც ბათუმში გველოდებათ პიაცას მოედანზე, როგორც ცნობილი არის საკონცერტო პროგრამა 2 საათს გასტანს და სტინგი მასში შეასრულებს 5 კომპოზიციას და ყველა იქნება მისი ძალიან ცნობილი ჰიტები.